მართას ზღაპარი. თვარის პატარა წერტილი. იყო და არა იყო რა. იყო ერთი დიდი ვეებერთელა მთვარე. ის დღესაც არის. და იცისა ცხოვრობს. აი რომ მოსაღამოვდება, ერთი წუთით აიხედე ცაში და მის ჯადოსნურ სამფლობელოს დაინახავ. მთვარე ღამღამობით ამოგორდება ხოლმე ცის თაღზე და დედამიწასაც ანათებს. დედამიწა ხომ იცი, ჩვენი პლანეტაა, ჩვენი დიდი სახლი და ის ბურთივით მრგვალია. მთვარე და დედამიწა განსაკუთრებით სიბნელეში ერთმანეთს კარგად ხედავენ და მოელვარე შუქს უნაწილებენ ერთი მეორეს. სწორედ დედამიწაზე ერთი ულამაზესი ბაღითა და ხეხილით სავსე სახლში ცხოვრობდა მართა, მშვენიერი და გონიერი გოგონა და მისი ძმა რონი. და-ძმას ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ორივეს ერთი გატაცება ჰქონდა. ყოველ საღამოს მთვარის ამოსვლას აუცილებლად უნდა დასწრებოდნენ. სწორედ ამ დროს უამრავ ახალ წვრილმანს აღმოაჩენდნენ ხოლმე ამ ვარსკვლავებში გამოჩრილი პლანეტის ზედაპირზე და ერთმანეთს სიხარულით უსიარებდნენ. ერთ მშვენიერ ზაფხულის საღამოს, როცა ბაღში ციცინათელები ბალახებზე ნაზად ციმციმებდნენ, ზოგიც ოქროს მანათობელი მარცვლებივით იბნეოდა ღამის სიჩუმეში, მართამ ჩვეულებას არ უღალატა და მთვარის შესახვედრად ტელესკოპით ხელში გავარდა აივანზე. იმ დღეს მთვარე უცნაურად გამოიყურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძველებურად იდუმალი და მიმზიდველი იყო, მართას იგი უფრო სევდიანი მოეჩვენა. მართა დიდხანს ცდილობდა გამოეცნო, თუ რა იყო მთვარის იდუმალი სევდიანობის მიზეზი, მაგრამ ვერაფერს მიუხვდა და ძალიან დაღონდა. სხვა გზა არ იყო, რონის უნდა დალოდებოდა. იქნებ ორივეს ერთად ამოეხსნა ეს უცნაური თავსატეხი. მთვარე კი მოციმციმე ღამის ტბაში ღრმად ყვინთავდა და დედამიწას იმ საღამოს რატომღაც თვალს არ უსწორებდა. მართა მიხვდა, რომ მთვარის ცრემლებს დიდხანს ვერ გაუძლებდა. ცრემლი ვახსენეთ? დიახ, მართას მოეჩვენა, რომ იქ მთვარეზე ვიღაც გულამოსკვნილი ტიროდა. ამასობაში კი რონის მხიარული ხმაც გაისმა. მშობლებიც დაბრუნებულიყვნენ და მართას სახლი ხალისითა და ხმაურით გაივსო. მართა სახლში ახლახან შემოსულ მშობლებს ჩაეკონა და შემდეგ რონის სასწრაფოდ დაავლო ხელი აივანზე გასაყვანად. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაეზიარებინა მისთვის მთვარის ამღამინდელი ამბები. რონიმ მთვარეს ახედა თუ არა, მიხვდა, რომ ცაზე ჩამოკონწიელებული ბრდღვიალა ბურთი უჩვეულოდ გატრუნულიყო. რონი, დღეს მთელი ღამე ტიროდა მთვარე. მე ეს ვიგრძენი. ჩუმად და აღელვებით გაანდო საიდუმლო მართამ. რონიმ დას გაკვირვებით შეხედა. შემდეგ კი ინტერესით ახედა ზეცას. შენ როგორ ფიქრობ, ვითომ მომეჩვენა? ისევ მოუთმელად ჩაეკითხა მართა. მეც მეჩვენება, რომ იქ ზემოთ ვიღაც მარტოა და შველა სჭირდება. დაბნეულად ჩაილაპარაკა რონი. ჰო და დრო არ ითმენს, რაღაც უნდა მოვიფიქროთ სასწრაფოდ, ისევ აწრიალდა მართა. ჰოპა, ვიცი როგორც უნდა მოვიქცეთ, მოვიფიქრე, უცებ წამოიყვირა რონიმ. მოდი ერთად ბოლო ხმაზე შევძახოთ აქედან მთვარეს, ვკითხოთ რა გასჭირვებია, იქნებ ხმა მივაწვდინოთ, ამაზე რა სიტყვი, ჰა? გამოსავლის პოვნით გახარებული რონი ადგილზე აცმოკდა. მართა სიხარულით სასეწია, ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს და რაც ძალი და ღონე ჰქონდათ შესძახეს ზეციურ სამეფოს. ჯადოსნურო მთვარეო, ამ საღამოს რატომ დადარდიანებულ ხარ ასე? რით დაგეხმაროთ? ჩვენ რა შეგვიძლია? ძახილს არავინ გამოხმაურებია. მხოლოდ ბებომ გამოხედა აივანზე შვილიშვილებს და მისი თვალები ბავშვური სამყაროს მიერ მოგრილმა სიხარულმა ააციმციმა. მთვარე კი დუმდა. ციდან პასუხი არ ისმოდა. ბავშვები ისევ დანაღვლიანდნენ. მთვარეს მეგობრად მიიჩნევდნენ და რადგან მათი გულწრფელი შეძახილი უპასუხოდ დატოვა, მართამ თავი ვერ შეიკავა და ატირდა. რონისაც მოერია ცრემლი, მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია და მართას დამშვიდება დაუწყო. აუცილებლად მოვიფიქრებთ რამეს, მართა. მოდი კიდევ ერთხელ ვცადოთ. მართალია, ცრემლი მოიწმინდა მართამ. დედა ხომ ხშირად ამბობს, ცდა ბედის მონახევრიაო.
ჰოდა მანამდე ვეცადოთ, სანამ საწადელს არ მივაღწევთ. მთვარეს ჩვენი ხმა აუცილებლად უნდა მივაწვდინოთ. დაძმამ კვლავ ჩასჭიდა ერთმანეთს ხელი და ისევ ხმამაღლა შესძახეს მთვარეს. რამდენიმე ცდის შემდეგ ხმა ჩახლეჩილები და იმედგაცრუებულები იქვე აივნის შეძლონგზე წამოწყვნენ და აქეთ-იქით მოხტუნავე კალიებს უგულისყუროდ დაუწყეს თვალის დევნება. თან ისევ ცისკენ გაურბოდათ თვალი. უეცრად მართამ მთვარეზე პატარა ლაქა შენიშნა და შეძლონგიდან ინტერესით წამოიმართა. რონი, დე, მამიკო, შეხედეთ მთვარეს ლოყაზე ხალი აქვს, რა ლამაზია, რა საყვარელია, აქამდე არასოდეს შემინიშნავს, ხმამაღლა ჭყლოპინებდა მართა და ოჯახის წევრებს მისი აღმოჩენის გასაზიარებლად უხმობდა. მთვარე კი თითქოს დაყრუებულაო, მარტოსული ელვარებდა ცაზე და მდუმარედ აფრქვევდა სხივებს გალაქტიკაში. უცებ ყველასთვის მოულოდნელად ზემოდან არა ამქვეყნიური, არა დედამიწისეული, მოკრძალებული და სათნო ხმა გაისმა. მართა, რონი, ნუ თუ, ეს ლაქა მართლა საყვარელია? ესე იგი, გამოდის რომ მე საყვარელი ვარ? ეს ხომ მე ვარ პატარა შავი ხალი და მთვარეზე ვცხოვრობ, მთვარის კრისტალებს შორის. აქ მთვარის წერტილს მეძახიან. ხმა აუკანკალდა უცებ მთვარის უცნობ ბინადარს. მთელი ცხოვრება თავს ყველასთვის არასასურველად ვთვლიდი. სულ ვფიქრობ, რომ მთვარეს ჩემი არსებობით ვაუშნოებ. ამის გამო კი ძალიან მრცხვენია. აქამდე რატომ ვერ შეგამჩნიეთ? ისევ ასწახეს ბავშვებმა. ყოველ ღამით, როცა მთვარე ცაზე ამოდის, მე ვცდილობდი შეუმჩნეველი ყოფილიყავი. ამიტომაც ვიმალებოდი, რადგან ძალიან მეშინოდა დაცინვის. მაგრამ იმასაც ვხედავდი, რა გულწრფელად და სიხარულით ადევნებდით თვალს ჩვენ სამფლობელოს. და აი, დღეს გადავწყვიტე დაგნახებოდით. თუმცა კი გული შიშით მიფანცქალებს. ხომ შეიძლება რომ ზურგი მაგციოთ და მთვარის სიყვარულზეც აიღოთ ხელი. მე ხომ ლამაზი არ ვარ. ლაქას ცრემლები ჩამოუგორდა და ეს ცრემლები მთვარეს დაედინა სახეზე. ამ საღამოს შენტიროდი და ამიტომაც ჩანდა მთვარე სევდიანი. ისევ შეუბრუნეს კითხვა ბავშვებმა. დიახ, მე ხომ სულ მარტოსულად ვგრძნობ თავს. მეგობრები არასოდეს მყოლია. ჩვენ დღეიდან შენი მეგობრები ვართ. შენ მშვენიერი ხარ, შენ ჩვენი ღამის შუქი ხარ. ბავშვები ყიჟინებდნენ და მთვარის მუქ ლაქას არწმუნებდნენ, რომ ის განუმეორებელი იყო. მე დღემდე სევდიანი, მუქი ხალი ვიყავი. თქვენმა სიტყვებმა კი ბედნიერებით ამავსო. თქვენ მე გადამარჩინეთ. უზომოდ ხარობდა მთვარის პატარა წერტილი. ბავშვების სიხარულის გასაზიარებლად აივანზე თელს ოჯახს მოეყარა თავი. ხანდახან ასეთი პატარა ლაქა და შეუსაბამობა სწორედაც რომ სრულყოფილს ხდის სილამაზეს. ღიმილით წარმოთქვა მამამ. პატარა წერტილმა ალბათ პირველად გაიგონა ასეთი სიტყვები და მთვარის შიგნით კისკისა ნაზი სიცილი გაისმა. მერე კი მთელ კოსმიურ სივრცეში გაიბნა სიყვარულით ნაშობი ეს მარადიული ბგერები. იმ დღიდან მოყოლებული შავი პატარა ლაქა აღარავის ემალებოდა. მთელი დედამიწის მოსახლეობა ნათლად ხედავდა, რომ ის უბრალო ბნელი ლაქა კი არ იყო. არამედ მთვარის სილამაზის მთელი ღიმილიანი საიდუმლო. დედამიწის ყველა კუთხეში მართას და რონის გადარჩენილ სიცოცხლეს პატარა მთვარის წერტილს ზოგი მთვარის თვალს ეძახდა, ზოგიც გულის ნიშანს, ხანდახან კი სიცოცხლის საიდუმლოდაც მოიხსენებდნენ. ყოველ მათგანს საკუთარი სახელწოდება მიეცა პატარა მთვარის წერტილისთვის და ამ სახელებს სიყვარულის ბარათებით აგზავნიდნენ მთვარის სამფლობელოში. ასე დასრულდა მართას ზღაპარი. ჩემო პატარებო, მართამ და რონიმ ყველას უჩვენეს მაგალითი, რომ სიყვარული დიდი ძალაა და ის ყველაფერს სილამაზედ აქცევს.